მაქსიმალურად არის მცდელობა ეხლა, რომ მოსახლეობა პოლიტიკას საერთოდ მოწყდეს. საერთოდ მოსახლეობამ პოლიტიკაზე აღარც იფიქროს. გადატანილი იქნას სხვაგან ყურადღება. გაჩნდებიან ასეთი ვიღაც ბლოგერები, ვიღაც ექსპერტები, რომლებიც იმ პრობლემებზე გამოულაყებენ ხალხს ტვინს, თითქოს პირიქით კარგი პრობლემა კი არ არის, პირიქით წინ მივიწევთ. ციფრებს აბრახუნებენ, იქ მერე რაღაც თითქოს რაღაცა მოიძია ვიღაცამ და თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად არის. და ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ მოსახლეობა ნაკლებად იყოს ჩართული რეალურ პოლიტიკურ პრობლემების მოგვარების პროცესში და პრობლემები და რეალურ პოლიტიკა წარმართონ ელიტები. და ქართულმა ოცნებამ ეგ ძალაუფლება და ეგ მოცემულობა გარკვეული თვალსაზრისით აი ამ არჩევნებზე გაინახდა, იმიტომ რომ 80% აიღო. ამოცანა, რომელიც მან დაისახა, რომ მოსახლეობას რაც უნდა ის გადაუწყვიტოს და მოსახლეობა პოლიტიკიდან საერთოდ გაიყვანოს, მიღწეულია.